დღეს უნდა გაგიზიაროთ ორცხობილები, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი მოამზადებს. სასწაული არომატია და პირდაპირ დნება. დაგჭირდება ფქვილი და კარაქი. გამოვიყენე შატილის კარაქი და ასევე სპრედი. ჯამში დამჭირდა 300 გრამი. უნდა იყოს ცივი, რომ გაიხეხოს სახეხზე. ვამატებთ ვანილს და გამაფხვიერებელს და ფორთოხლის ცედრას. ცალკე ჯამში 3 კვერცხს და შაქარს ამოვიყვანთ გათეთრებამდე. დავამატებთ ლიმონის წვენში გახსნილ სოდას. რაოდენობას აღწერაში მივუთითებ. ასევე გვჭირდება ხაჭო და მაწონი. ხაჭო აუცილებელია, რადგან ზუსტად ისაძლევს ასეთ სტრუქტურას. მოვუზელთ ცომს და დავასვენებთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი. დავამრგვალებთ და გამოვაცხობთ 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე. მეორე ნაწილს გადაუსვი კვერცხის გული და არაჟანი და გამოვიდა 47 ცალი.